გაშლა მამაკაცებისთვის. შემოძვირფასებო ვიცი რომ მამაკაცების რაღაც პროცენტი უყურებს გაშლებს, ამიტომ დაინტერესებულია ეზოთერიკით და უყურებს გაშლებს, ამიტომ ეს გაშლა იქნება მათთვის შემოძვირფასება. ქალბატონებმა შეაბრუნეთ საპირისპიროდ. ჩაიფიქრეთ, შემოძვირფასო მამაკაცებო, თქვენი პარტნიორი, თქვენთვის სასურველი პარტნიორი და ნახოთ რას ფიქრობს ის ამჟამად თქვენზე. გავაკეთოთ თუნდაც ვარიანტებით, რომ გქონდეთ არჩევანის საშუალება, შესაძლებელია ჩაიფიქროთ ორი პიროვნება, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ მხოლოდ ერთი ვარიანტი, ან ორი სხვადასხვა პიროვნება. შემოძვირფასებო, აირჩიეთ ვარიანტები. პირველი და მეორე ვარიანტი და ნახოთ რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე ამჟამად. რა ფიქრები აქვს თქვენს მიმართ? პირველი ვარიანტი ვინც აირჩია და ნახოთ მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ქალბატონი თქვენზე ამჟამად. და ნახოთ მოდი მისი გრძნობებიც თქვენთან მიმართებაში პირველი ვარიანტი და გრძნობები მეორე ვარიანტისთვის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ქალბატონის. მე გადავდებ მეორე ვარიანტს და დავიწყოთ პირველი ვარიანტი. შემოძვირფასებო. პირველი ვინც ჩაიფიქრა. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ქალბატონი? აქ ამოვიდა ხმლის ტუსი, შემოძვირფასებო. თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ქალბატონს გადაწყვეტილი აქვს რაღაც სინათლე და შეიტანოს იმ ურთიერთობაში, რაც თქვენ გაქვთ ამჟამად. რაღაცას დაუსვას წერტილი, რაღაც გაარკვიოს და ერთი სიტყვით თუ რაღაც არ ვიცი დაძაბულობა ან რაღაც წყენაა თქვენ შორის ან კონფლიქტური სიტუაცია შემოძვირფასებო, ყოველ შემთხვევაში სინათლის შეტანას ფიქრობს ამ ურთიერთობაში. ანუ ერთი სიტყვით ყველა ვარიანტში ხმლის ტუსი ეს არის რაციონალური ფიქრები, როდესაც ადამიანს სიცხადის შეტანა სურს, გარკვეულ მისთვის გაურკვეველ, ასე ვთქვათ, საქმეში თუ ურთიერთობაში ერთი სიტყვით გარკვევა სურს იმ შესაძლებელია ცით როგორი მომენტია პიროვნება ვერ გარკვეულა, ხო? რა ურთიერთობა გაქვთ ამ მომენტში და სურს რაღაც გაარკვიოს. ან შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ასეთი ფაქტორი, რომ რაღაც უსიამოვნება უთანხმოება გაქვთ და სწორედ სურს რომ რაღაც წერტილი დაუსვას იმ უთანხმოებას, რაც გაქვთ, ან უსიამოვნებას ერთი სიტყვით და გაარკვიოთ ის საკითხი, რაც ასე ვთქვათ გაღელვებთ მასთან ურთიერთობაში ერთი სიტყვით ასეთი მომენტია აქ. კი, იცით როგორია? აქ თითქოს პიროვნება რაღაცნაირად წარსულში ჰქონდათ რაღაც მომენტი, რაღაც არ ვიცი, უახლოეს წარსულში ჰქონდათ რაღაც წვენის მომენტი და აი სწორედ იმ სიტუაციის გარკვევა სურს და წერტილის დასმა. აი ყველაფრისთვის რაც იყო. აბა ვნახოთ გრძნობა, შემოძვირფასებო, გრძნობა ვნახოთ. უჭირს ჩემკარგებო. აქ არ ვიცი, 10-იანი კვერთხი ამოვიდა. თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ქალბატონს იმდენი საზრუნავი აქვს, რომ შეიძლება ითქვას უჭირს ტვირთის თავის თავზე აღება, იმ ტვირთვის, რასაც ქვია სიყვარული, რასაც ქვია გრძნობა. ან პიროვნებას ამჟამად იმდენი სხვა დამატებითი საფიქრალი, საზრუნავი და პრობლემები აქვს, რომ ფიზიკურად უკვე თქვენზე ფიქრისთვის და თქვენზე რაღაც თქვენთან ემოციების გამოხატვისთვის უკვე აღარ სცხელად. რაღაც პრობლემა და ტვირთი აქვს და სწორედ აი ეს მომენტია აქ, რომ შესაძლებელია იცით როგორ რა არის, სწორედ ამიტომ სურს, რომ რაღაც სინათლე შეიტანოს და წერტილი დაუსვას იმ პასუხისმგებლობას, არ ვიცი, ან სურს პასუხისმგებლობის აღება, ან ზედმეტად გადაღლილია და უჭირს ამ ყველაფრის აღება. ერთი სიტყვით რაღაც გაირკვევა თქვენს ურთიერთობაში. შემოძვირფასებო, პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ, ქალბატონს გადაწყვეტილი აქვს, რომ რაღაც რთული სიტუაცია, რომელიც შესაძლებელია ამ მომენტისთვის გაქვთ ურთიერთობაში, ეს ყველაფერი გაარკვიოს, შესაძლოა გქონდეთ ამაზე კომუნიკაცია ერთმანეთში, დაასხდეთ საუბარი და ყველაფერი გაირკვეს რა და როგორ არის თქვენს ურთიერთობაში. ერთი სიტყვით აი ასეთი მომენტი აქ. პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ, მე აქ მიჩვენებს იმას, რომ ამ მომენტში რაღაც დაძაბულობაა თქვენ ორს შორის. შემოძვირფასებო და სწორედ აი ამ დაძაბულობის გარკვევა სურს ქალბატონს, ვინც ჩაიფიქრეთ.
თუ ასე არ არის და თუ ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ, მაშინ ეს ვარიანტი თქვენი არ არის. ეს იყო პირველი ვარიანტი, მე მადლობას მოგახსენებთ. პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ჩემს უფასება აქვს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას არ ვიცი. ეს პიროვნება თქვენი ოჯახის წევრია თუ თქვენი ერთი სიტყვით ემოციებით არის სავსე, 10-10 ამოვიდა. პიროვნება კმაყოფილია თქვენთან ურთიერთობით, თუ ოჯახი არ გაქვთ, ოცნებობს თქვენთან ოჯახზე ერთი სიტყვით და გრძნობებით და ემოციებით არის სავსე. სიამოვნებას ანიჭებს თქვენს გარემოცვაში ყოფნა და ნამდვილად თითქოს რაღაც სამომავლო გეგმებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ფიქრობს, რომელიც თქვენთან არის დაკავშირებული, ჩემო ძვირფასებო. ისე რომ აქ მეორე ვარიანტს ვინც აირჩიეთ, არის სერიოზული ფიქრები. შესაძლებელია, იცით როგორი მომენტი შეიძლება იყოს აქ ზოგიერთთან წარსულში ამ პიროვნებას ჰქონდა რაღაც იმედგაცრუება გრძნობების მხრივ და შესაძლოა ან თუ ოჯახის წევრზე უყურებთ, ხო? თუ თქვენს მეუღლეზე უყურებთ, შესაძლოა გქონდათ რაღაც გარკვეული რთული სიტუაცია, ემოციური თვალსაზრისით რაღაც წყენა, რომლის გამოსწორებაზეც და ასევე გითხრათ ახალ ეტაპზე ფიქრობს ეს პიროვნება თქვენს მიერ ჩაფიქრებული ქალბატონი. თუ თქვენს მეუღლეზე არ უყურებთ და უბრალოდ გაქვთ ურთიერთობა, ხო? ფიქრობს, რომ თქვენთან რაღაც ახალი, ასე ვთქვათ, თქვენთან ერთად ოჯახის შექმნაზე, კანონიერ ქორწინებაზე ერთი სიტყვით და ასეთი სიტუაცია აქვს, რომ პიროვნება სერიოზულად ფიქრობს თქვენზე. ნახოთ გრძნობები, გრძნობები იცით როგორი მომენტი აქ ვრნება უფროა ვიდრე გრძნობა. შესაძლოა კი აქ არ ვიცი რატომ, მაგრამ მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ, ჩემო ძვირფასებო, არ არის გამორიცხული, რომ თქვენს რაღაც წარსულში გქონდათ ამ პიროვნებასთან, ამ ქალბატონთან რაღაც დაძაბული ურთიერთობა, შესაძლოა რაღაც ეჭვიანობის ნიადაგზე, რაღაც გული ადგინეთ ერთმანეთს და აქ არის ასე ვთქვათ სიტუაციის დასტაბილურება. სტაბილურობის აქ უფრო ვფიქრობ აქ რომ არის დიდი ხნის ურთიერთობა, ჩემო ძვირფასებო, დიდი ხნის ურთიერთობაში, არ ვიცი, შესაძლოა წარსულში გქონდათ რაღაც წყენა განშორება და ახლა ყველაფერი თანდათან სტაბილურობაში დგება და ყოველ შემთხვევაში თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას თუ წარსულში გქონდათ რაღაც წყენა და ურთიერთობა, სურს ურთიერთობის ასე ვთქვათ განახლება, გრძნობა აქ ცოტა განელებულია, მაგრამ არის სტაბილურობის სურვილი, რომ სტაბილური რაღაც ურთიერთობა გქონდეთ და აღდგენა იმ გრძნობის და იმ კავშირის, რომელიც შესაძლებელია რაღაც პერიოდის მანძილზე წარსულში გქონდათ, ჩემო ძვირფასებო. აქ მე ვფიქრობ, რომ არის კი აქ წერან იმპერატორი ამოვიდა, ახლა იმპერატრიცა. აქ ვფიქრობ, რომ იყო ურთიერთობა რაღაც წარსულში, შესაძლებელია ოჯახიც იყო და შემდეგ რაღაც განშორება. სწორედ აი ამ განშორების შემდეგი ეტაპის ახლიდან დაწყება სურს ქალბატონს თქვენთან, ჩემო ძვირფასებო, სურს ანუ ურთიერთობის აღდგენაზე ფიქრია აქ და ამაზე ოცნება ერთი სიტყვით. მე მაინტერესებს ერთი წუთით. კი, აქ მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ, აქ იყო წარსულში რაღაც სტაბილური ოჯახი ურთიერთობა, რომელიც შესაძლოა რაღაც პერიოდის შემდეგ იყო განშორება და აქ სურვილია იმის, რომ ურთიერთობა აღდგეს, ჩემო ძვირფასებო, მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ქალბატონს სურს რაღაც ურთიერთობის განახლება და თავიდან დაწყება. აი ესეთი იყო დღევანდელი გაშლა, მე მადლობას მოგახსენებთ, ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდება გამონახმაურეთ. ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ქალბატონებო, თუ თქვენ უყურებდით, შეაბრუნეთ საპირისპიროდ. ეს იყო გაშლა მამაკაცებისთვის. მადლობა და ნახვამდის.